ნიკა მელიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის ლიდერი მორიგი პოლიტიკური საქმის დასრულებას ელოდება. ნიკა მელიას მოსამართლის შეურაცხყოფას ედავება ძალოვანი უწყება, თუმცა პირველების ინფორმაციით მელია არაპირებს სამართლებრივ დავაში შევიდეს საქალაქო სასამართლოში, რადგან ზუსტად იცის, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც გამოაცხადებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, პოლიტიკურად მოტივირებული იქნება. იცის ის, რომ რამდენი ხანით სურს, რომ ბიძინა ივანიშვილს ის იყოს საპყრობილეში, იმდენ ხანს დატოვებენ. შესაბამისად, მიაჩნია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ სასამართლო პროცესებს, რომელიც სტარდება საქალაქო სასამართლოში. სწორედ ამიტომ ჩვენი ინფორმაციით დღეს ადვოკატი მიმართავს სასამართლოს, რომ არაპირებს სამართლებრივ განხილვას ამ საქმის, რის შემდეგაც პროცედურულად მოსამართლე სავარაუდოდ აიღებს რამდენიმე დღეს იმისთვის, რომ მისცეს ნიკა მელიას შესაძლებლობა, რომ სასამართლო პროცესზე მოვიდეს, საკუთარი სათქმელი უთხრას მოსამართლეს. მელია საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ არ ესწრება სასამართლო პროცესებს, რადგან ის არ აღიარებს არც ქართული ოცნების და არც სასამართლოს მიერ შეთითქმულ ბრალდებებს, რის შემდეგაც შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლეს მოუწევს გადაწყვეტილების გამოცხადება. კანონის მიხედვით მუხლითაც ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა ითვალისწინებს ჯარიმასაც. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს ამ ეტაპზე უცნობია. საქმე ეხება იმ პროცესს, როდესაც ნიკა მელიას უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სამართალწარმოება და ნაცვლად იმისა, რომ პოლიციელების მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო მოსამართლეს მოეხდინა რეაგირება, ნიკა მელია დააჯარიმეს 5,000 ლარით. ამიტომაც არ მიგვაჩნია, რომ ნიკასთან მიმართებით მორიგ ჯერზე მიმდინარეობს სამართალწარმოება, მართლმსაჯულება. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი, უკვე სათვალავით აგვერია მე რამდენჯერობა, რომელ დღეს რომელ საქმეს იხილავენ ნიკასთან მიმართებით. ნიკა მელია თვითონ ამ საქმეს არ დაესწრება. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს აღნიშნული პროცესის შეკვეცა, რომ გავიგოთ საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული მორიგ ჯერზე ხელისუფლებას, ნიკას დამატებით ტოვებენ საპყრობილეში თუ გამოიყენებენ სხვა ალტერნატიულ სასჯელს. ეს არის და ეს. ამას არაფერი არ აქვს საერთო აღნიშნულ ასე თქვა საქმის განხილვას სამართლებრივ პროცესთან. ოპოზიციის ლიდერი 1 წელი გახდება მაისში, რაც საპყრობილეში არის გამოკეტილი. ნიკა მელია თავდაპირველად დაიჭირეს სულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. შემდეგ წელიწად ნახევარი შეუფარდეს მოსამართლე შვანგირაძის გაწუწვის საქმეზე და ახლა ახალი ბრალდება წარუდგინა. კიდევ ძალოვანმა უწყებამ მოსამართლის შეურაცხყოფის გამო 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბოლო 1 წელში ნიკა მელიას წინააღმდეგ 4 სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქართულმა ოცნებამ. წუთზე დაიწყება მელიას სასამართლო პროცესი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.